გამარჯობათ, მე სანდრო ვარ, თქვენ ხართ ჩემ YouTube არხზე. მე წავიყვან დღევანდელ გადაცემას, დაში იქნება ჩვენი ოპერატორი რეჟისორი. ესე იგი, დღევანდელი თემა საუბრის არის მოდელსკეპის ზეთები. ძალიან ვეცდები, რომ ძალიან მოკლე დროში მოგიყვეთ ყველაფერი, ბევრი დრო არ წაგართვათ, ჯერ ეს ერთი, მეორეს ერთი აღმოჩნდა ისე, რომ არც ისე ბევრი არ აქვს ლაპარაკო. ანუ მე ამოვიღე როცა მე თვითონ დამაინტერესა და დავიწყე თემაში ცოტა ჩაღრმავება, სტანდარტი JASO T93 მთლიანად და დავიწყე კითხვა და მეგონა რომ ერთი კვირა დამჭირდება, იმიტომ რომ ვისაც რამე ინჟინერული ბექგრაუნდი გაქვთ ან სტანდარტი ნებისმიერ წაგიკითხავთ, მოდიში ჩვენთან ცოტა ხმაურია, იმიტომ რომ ჩემს გარდა ამ სტუდიაში კიდე 4 კატაა დაკავებული რაღაცით, მუშაობენ ეგენიც ალბათ. მოკლედ, ვაგრძელებთ ესე იგი JASO სტანდარტი. მოგეხსენებთ, სტანდარტები ძალიან დიდი თემა არის, თორმეტ გამოიცემა რაღაც პატარა შტეკერზე 1000 გვერდი არის, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან გამოგვიდა მთელი მოდელსკეპების ზეთის იაპონური და მეგონი ერთადერთი სტანდარტი არის სულ 30 გვერდი, რომელდანაც საჭირო არის 2. დანარჩენი არის მარკეტინგზე, როგორ შევასოთ ფორმა, რომ მივიღოთ ეს სტიკერი, რომელიც გვეუბნება, რომ ეს არის მოდელსკეპის ზეთი. ამიტომ დავიწყოთ თანამედროვე პატარა შესავალი, ანუ დადაბმულობის სისტემა, როგორც ტურნერი არის, სველი და მშრალი, ასე ვთქვათ, wet clutch, dry clutch. სველი შედგება ესეთი წყვილებისგან, ფრიქციული და მეტალის მხარე, რომელიც ერთმანეთში გადაებმევა, როცა ჩვენ ვჭირდება და მომენტი ძრავიდან მთლიანად გადაეცემა კოლოფს. ან ნაწილობრივ, როცა ჩვენ თვითონ გადაბმულობის სახელურს ვიყენებთ, რომ ეს გადაბმა მოხდეს თანაბრად. ესე იგი, ჩვენ ამ შემთხვევაში საუბრობთ ესეთ გადაბმულობის სისტემაზე და არსებობს კიდე ესეთი, რომელიც არის მშრალი, მაგალითად მოტოციკლებებზე, BMW-ებზე, ოპოზიტორ BMW-ებზე ყველაზე ესეთი დგას. პრობლემა რა შემდგომარეობს, რომ ზეთი, რომელიც ავტომობილებში ძრავში და კოლოფში ცალკე გამოიყენება და გადაბმულობის სისტემაში საერთოდ არ გამოიყენება, მოტოციკლში ყველაფერი ერთად არის ერთ ბლოკში. რატო? რომ დაიზოგოს ადგილი წონა, რომელიც მოტოციკლებში ძალიან მნიშვნელოვანი არის. ასე რომ ეს სისტემა ძალიან ძველია, პირველად გადაბმულობის სისტემა იყო ყოველთვის სველი. Healy Shows სისტემა ქვია მას, რომაი ბრიტანულმა ინჟინერმა გამოიგონა 1900 წელს ზუსტად, 1905 წელს დააპატენტეს ეს სისტემა და 1907 წლის მონაცემებით ევროპაში 80% მანქანების, არც ისევერი მანქანა იყო მაშინ, მაგრამ მაინც 80% მანქანების არის აი ესეთი სველი გადაბმულობის სისტემით, დანარჩენები კიდე მშრალი სისტემით. ანუ ეს უკვე 120 წელია, რაც 125 წელია, რაც ეს სისტემა არსებობს და 2010 წელს როგორც იქნა, გვაქვს უკვე სპეციალური ზეთი ამ სისტემისთვის. ან არ გვაქვს. ესე იგი, დღევანდელ გადაცემაში 3 ნაწილი გვექნება, შესავლის, რომელიც გავიარეთ, მეორე, როცა ჩვენ აი სიტყვით აი ამ სტანდარტს იაპონელი ბაზისგონი გავივლით ძალიან სწრაფად და მესამე ნაწილი იქნება დასკვნითი, როცა მე ჩემ მოსაზრებას, როგორც მექანიკოსი და ინჟინერი მოგახსენებთ, რას ვფიქრობ საერთოდ ამაზე. რამოდენიმე ზეთი მიდევს საკუთრებად მაგალითისთვის, ყველას ბრენდი დაფარულია, მაგრამ თქვენ მიხვდებით რა არის, რომ მაინც არ ვიცი YouTube მონეტიზაცია არ მოგვიხსენს, რეკლამა არ ეგონოს, ან არ მინდა რომ ზეთის წარმოება მიფიქრო, რომ მე რეკლამას ან ანტირეკლამას უკეთებ, რამეს ნამდვილად არა. მაგის დროც ალბათ მოვა, ან არ მოვა. დავიწყეთ სტანდარტით, ესე იგი. ეს სტანდარტი, ამ სტანდარტზე საუბარი 94 წელს დაიწყო საერთოდ. რამ გამოიწვია ოფიციალურად იმამ, რომ მანქანის ზეთები იხვეწება და მათი ფრიქციული მაჩვენებელი უკეთესი და უკეთესი ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამას ერთმანეთში გადაბმა მოჭიდება უფრო და უფრო უჭირს. იმიტომ რომ ზეთი ნამდვილად უკვე უჯობესდება. დამოკიდებული ორ ამასთან, ეს არის სინთეტიკური ზეთები მოტოციკლის ძრავისთვის, სინთეტიკური ზეთების საერთოდ ფრიქცია პირდაპირ უფრო ნაკლები აქვს, რაც კარგია. ხო, ზოგ შემთხვევაში და ასევე მოლიბდენის დანამატის გაკეთება ზეთებში, რაც liquid moly, მე მგონი პირველმა დაიწყო, თვითონ ბრენდსაც მაგით ქვია, ანუ liquid moly, თხევადი მოლიბდენი. ანუ მეტალის ფხვნილი არის მაგზეში ჩასხმული, ძალიან ადვილია, როგორ განვასხვავოთ ეგ ზეთი სხვასგან, მაგაზე მოგიყვებით.
ესე იგი 96 წელი არის და ასე თუ ისე რაღაცა მონახალი სტანდარტის გააკეთეს 98 წელს დამტკიცდა ეს უკვე. და ასე თუ ისე დაიწყო გავრცელება. როდის იყო პირველი ზეთი, რომელიც მიიღო ესეთი სტანდარტის JASO დავარქვათ, ასე JASO JASO სტანდარტი არ ვიცით, მაგრამ სადღაც 98 წლის მერე 98 წლამდე მოტოციკლის ზეთი არ არსებობდა, როგორც ახლა არ არსებობს ბენზინის მოტოციკლის ბენზინი, ხო? ბენზინი მანქანის ავტომობილის იგივე არის და მოტოციკლის იგივე არის. 98 წელს უკვე დაიწყო ამ სტანდარტის გაცემა და რა შედის ამ სტანდარტში. მას მე ძალიან გამაუცა, ესე იგი, ამ სტანდარტის მეორე ნაწილის პირველი მცხრილი გვეუბნება რა განსხვავება არის ამ სტანდარტის მიხედვით ავტომობილსა და მოტოციკლის ზეთის შორის. ეგ არის მხოლოდ ერთი მახასიათებელი ფრიქცია. და ეგ ფრიქცია იზომება სამ მდგომარეობაში: დინამიური, სტატიკური და გაჩერებაზე, ანუ სავარაუდოდ სრული მოჭიდება რამდენად მალე ხდება. მეტი ამაზე ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს, იმიტომ რომ უბრალოდ იძახენ, რომ ეს მოწდება DFI, SFI და STI სტანდარტისთვის და ყველაფერი ეს DFI ყველგან არის ერთ და იგივე, ეს არის ფრიქცია. ანუ მეტი ფრიქცია უნდა გქონდეს ზეთს. ძალიან ბევრიც არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ძრავს გააფუჭებს ბოლოს და ბოლოს. შემდეგ ნაწილზე გადავდივართ, ესე იგი 2.2, სადაც მაგალითები არის მითითებული იმისი თუ რა როზეთი მიიღეს, შეამოწმეს რა მახასიათებელი მიიღეს და რა სტანდარტი მიისცეს, ხო? JASO სტანდარტი სულ 4 არის: MA, MA1, MA2 და MB. MA ყველა ერთი და იგივე არის, მან პატარა განსხვავებები არის საერთოდ თემაში. რამხელა მაგნიტუდა არის ამ მონაცემებში. იცვლება დროთა განმავლობაში, ოდნავ ემატება, ოდნავ აკლდება. ლოგიკა ვერ მივხვდი, მაგრამ ნუ ეგრეა. ვიცი რომ ჯერ MA იყო, მერე MA1, მერე MA2, რა თქმა უნდა, ლოგიკურად და MB. MB არის მე არ შემხვედრი ეგეთი ზეთი, ეს არის მოტოციკლის ზეთი მშრალი გადაბმის სისტემებისთვის. რა განსხვავებაა ჩვეულებრივ ავტომობილის ძრავის შორის და MB სტანდარტს შორის ვერ მივხვდი, იმიტომ რომ აშკარად MB ნიშნავს იგივე ავტომობილის ძრავის ზეთს. ალბათ კოლოფისთვის, მაგრამ კოლოფი ამ სტანდარტში მხოლოდ ერთხელ არის ნახსენები სულ პირველ გვერდზე, რომ ეს სტანდარტი შეეცდება, რომ გაუმჯობესოს გადამულობის და კოლოფის მუშაობა და კოლოფი მე აღარ არის ნახსენები საერთოდ. მიდის მარტო ჩვენ გადამულობის სისტემაზე საუბარი. ესე იგი, როგორ ხდება ეს ყველაფერი, როგორც თვითონ სტანდარტის ორგანიზაცია გვეუბნება, ხდება ზეთების მიღება დამუშავებაში სტანდარტიზაციისთვის, რომლებიც საწყისიდანვე არის ავტომობილის ზეთი. ანუ API-ის სტანდარტი, ACEA სტანდარტი ევროპული და ჩვეულებრივი ავტომობილის ზეთი მიდის ამ ორგანიზაციაში, რომ დადგინეს ეს ავტომობილის ძრავის ზეთი გამოდგება მოტოციკლში ჩასასხმელად თუ არა. ანუ ამ შემთხვევაში, ახლა მე რასაც უყურებ დღევანდელი მონაცემებით, მოტოციკლის ზეთი როგორც ესეთი ცალკე ნახსენები არ არის. ამ შემთხვევაში ეს არის მარტო ACEA-ს და API-ის სტანდარტები. ანუ მიიღეს ეს ავტომობილის ძრავის ზეთი და თქვენს არის ეს უსაფრთხო მოტოსთვის თუ არა. ამიტომ მითი რომ ცალკე იწარმოება მოტოციკლის ზეთი, მე მგონი არ შესაბამება სიმართლეს, იმიტომ რომ თვითონ ზეთის წარმოებელიც არ მონაცემს არ გვაძლევს, რომ ეს ზეთი მანდ-მაინც გამოშვებული იყო მოტოციკლისტვის და რაღაცა განსხვავება არის გარდა იმისა, რაც ეს სტანდარტი ითხოვს და ეს არის მხოლოდ ერთი მაჩვენებელი. ანუ ფრიქციულობით ეს სტანდარტი MB ყველაზე ფრიქციულია და MA2 ყველაზე ნაკლებად ფრიქციული არის. როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი ამ ზეთების სტანდარტის იმპლემენტაცია მოტოების თვითონ წარმოებლები რას იძახიან ამაზე. მე რამოდენიმე ამონაბეჭდი ავიღე
თვითონ დოკუმენტაცია მოტოზე ხო, ანუ რას გვეუბნება, რა ზეთია ჩავასხა და აი საინტერესო არის თქვენ ეკრანებზე ახლა გამოჩნდება Suzuki Derze 400-ის ფურცელი, რომელსაც მითითებული არის რა ზეთის ჩასმა შეიძლება, ბოდიშით აქ ცუდი ვის არის გამოსახულება არის ხარისხი, მაგრამ მე მოგიყვებით აქ რა არის. თავარი ეს სუპირველი ცხრილი მარცხნივ, რომელიც გვაჩვენებს, რომ ჩვენ უნდა ჩავასხათ 1040 ზეთი, API სტანდარტის ეს ანუ ავტომობილის სტანდარტი არის, ჩვეულებრივი American Petroleum Institute ქვია, რომელიც ამას ადგენს და ან EMA სტანდარტის, ან არა EMA, ანუ ჩვეულებრივი, ხო? ანუ 2011 წელს ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩაასხეთ ან ერთი ან მეორე და ყველა დანარჩენ ტექპასპორტში მოტოციკლების წერია, რომ ჩაასხით თუ ეგზეთი არ არის, ჩაასხით ნებისმიერი ოღონდ არ იყოს შიგნით მოლიბდენი. როგორ მივხვდეთ, რომ მოლიბდენი შიგნით არის, თუ ზეთს ფიზიკურად ვერ ხედავთ, რომ მოლიბდენის მინარევიანი ზეთი შავია, აბსოლუტურად ისე თქოს, დიდი ხნის წინ დაიწვა, რომ მოლიბდენი მეტალია, შავი ფერის არის და შავ შეფერილობას აძლევს ნებისმიერ ზეთს, ეს კოლოფის იქნება თუ რედუქტორის ზეთი, ყველა შავი არის. და ეგეთ ზეთებს აწერია energy saving, გამარჯობა გიო, energy conserving ან მწვანე ფოთოლი ახატია ზეთი, ანუ ზეთი, რომელსაც აწერია energy conserving და ახატია ზეთი მწვანე ფოთოლი, ეგ ზეთი არის გრეტა ტუნბერგისთვის და არა მოტოციკლისთვის. თეორიაში ეგ ზეთები მწვანე ფოთოლი თომ ახატია, თითქოს ბენზინის წვას ამცირებს, გამარჯობა ლულუ. რახან ლულუ აქ არის და კადრში არის, მაშინ გადავიდეთ ჩვენ სურათზე, რომელიც გვიჩვენებს საერთოდ სტიკერს, რომელიც ეკვრება მერე ზეთს, როცა გაიარა ეს სტანდარტიზაცია. ზოგ ზეთზე არის ეგ სტიკერი, ზოგ ზეთზე არ არის. მაგალითად, მოტულის ქილაზე არის, მაგალითად მიტასოს ქილაზე არ არის. ესე იგი, თქვენ ხედავთ ამ სტიკერს, M-ი, ეს ყველა აუცილებლად იქნება დიდი M-ი. X-ი ნიშნავს, რომ ეს ან MA არის, ან MA1 ან MA2, ან MB, ხო? MA ჩვეულებრივი სველი სისტემით და მშრალ გადამის სისტემაზე MB იქნება. ესე იგი, პატარა ზედა ციფრებს დაასვებს რომ შევხედოთ, მან და არის უკვე პირველი 100, აუცილებლად M იქნება მანდ, რაც ნიშნავს რომ მოტოციკლეტია. შემდეგ 3 ციფრი არის ტელეფონის კოდი იმ ქვეყნის, რომელმაც შეიტანა განაცხადი ამ სტანდარტის მიღებაზე. ეს ხშირად ემთხვევა ხოლმე წარმოებლის კოდს, მაგალითად თუ საქართველოს არის 995 იქნება მანდ, თუ საფრანგეთია 033 თუ არ ვცდები და 038 თუ იაპონია. ნუ მაგას ინტერნეტში ნახავთ თუ რამე. მაგრამ აუცილებლად აღნიშნავს, რომ ეს წარმოებელი ქვეყანა არის. ეს არის ქვეყანა, რომელთანაც ხდება ურთიერთობა, როცა ეს სტანდარტი გაიცემა. შემდეგი 300 ეს არის ბრენდი. ბრენდის კოდი და 3 ციფრი თვითონ ბრენდი იყენებს ამას, რომ რაღაცა აღწერა გააკეთონ თავის პროდუქციის და ნიშნავს მოდელს ჩვეულებრივად ზეთის, ეს რაც თვითონ იცის პროდუქცია წარმოებელმა. ანუ მივხვდეთ, ესე იგი 4 ტახტიანი ზეთი არის JASO MA სტანდარტის, რაც ნიშნავს იმას, რომ დაბალი ფრიქცია აქვს, სხვა ზეთთან შედარებით, სხვას არაფერს, თუ ჩემი ამჯერად წაიკითხეთ ეგ სტანდარტი, ძალიან პატარა წიგნია, როგორც გითხარით. მარტო ფრიქციას ნიშნავს და სხვას არაფერს. ანუ და რაც თავარია ნიშნავს იმას, რომ ავტომობილის ზეთი უნდა გაიგზავნოს ამ ორგანიზაციაში, რომ შემოწმდეს შეიძლება მაგ ავტომობილის ზეთის გამოყენება თუ არა. და მეტი სხვა არაფერი. თავიდან ეგ ცოტა ვის იყო პრობლემური, თუ ბევრად უფრო ძვირი იყო ეგეთი ზეთები, ეხლა ფასში ფაქტობრივად არ განსხვავდება, 30 ლარად შეიძლება ნახევრად სინთეტიკური მოტოციკლეტის სტანდარტის ზეთის ყიდვა და ჩასმა და რომ იყო წყნარად. თუ ესე იგი ჩვენ ეგ ზეთი ხელი არ მიგვიწვდება, სადღაც ვართ სადგას საათს ვერ ყიდულობთ მოტოციკლეტის ზეთს, ყიდულობთ ჩვეულებრივ ზეთს, კიდევ ერთხელ, რომელსაც მწვანე ფოთოლი არ ახატია და energy conserving არ აწერია და მივიღებთ იგივეს, ეს თვითონ მოტოციკლების წარმოებლების დოკუმენტაცია ჩვენ მაგას გვეუბნება. გადავიდეთ მესამე დასკვეთ ნაწილზე, როცა მეგიტყვით, ანუ რას ვფიქრობ ამაზე. როგორც ყოველთვის, რა თქმა უნდა, ეს ამ სტანდარტის გამოგონების იდეა იყო, რომ დაგვეხმაროს და მოხდა პირიქით. ანუ ზეთის წარმოებლებმა მარკეტინგისთვის გამოიყენეს ეგ და დაიწყეს მოტოციკლეტის ზეთების წარმოება.
თვითონ სტანდარტშივე წერია, რომ ეს არ არის მოტოციკლის Z-ის სტანდარტი, ეს არის ავტომობილის Z-ის სტანდარტი, რომელიც უსაფრთხო არის მოტოციკლისთვის. და რომ შეამოწმოს მხოლოდ ერთი მახასიათებელი. ამ შემთხვევაში თუ არ გვაქვს მოტოციკლის Z-ი, ვასხავთ ნახევარი სინთეტიკურ Z-ებს, ან თუნდაც სინთეტიკურს, მას სინთეტიკურს მაინც ფრიქცია უფრო ნაკლები აქვს და არ წაადგება ჩვენ გადამბულობის სისტემას და ნახევარი სინთეტიკური Z-ი იმუშავებს შვენივრად. და ერთი რაღაცა ყოველთვის ვიცოდეთ, რომ ნაკლული Z-ის სიარულს ყოველთვის ჯობია ნებისმიერი Z-ი ჩავასხათ, რაც კი საერთოდ გინ მოლიბდენიანი იყოს, გინ შმოლიბდენიანი, იმიტომ რომ ყველაზე ცუდი ვარიანტი არის თუ მოლიბდენის Z-ი ჩავასხით და ვერ მივხვდით წარწერას და ვერ მივხვდით ფერზე, ხო? სრიალს დაიწყებს ეს ჩვენი გადამბულობის სისტემა და როგორც კი Z-ი გამოიცვლება, ყველაფერი გასწორდება, თუ რა თქმა უნდა, ეგრე არ ვივლით დიდი ხანი და კიდე არ გადავახურებ და არ გავაფუჭებთ, მაგრამ თუ ჩავასხით არასწორი Z-ი, მივხვდით რომ ეს არ მუშაობს კარგად, ვასხავთ ახალს, ეს გამოირეცხება რამოდენიმე წუთში ძველი Z-ი და ყველაფერი ამუშავდება კარგად. მოკლედ დასკვნა ის არის, რომ კარგია JASO M სტანდარტიზების ჩასხმა, რა თქმა უნდა, მის გათვალისწინებით, რომ ფასში უკვე დიდი განსხვავება არ არის, ძალიან უკეთესი, მაგრამ ისიც ვიცოდეთ, რომ დიდი განსხვავება არ არის. განსხვავება არის მხოლოდ ერთ მახასიათებელში. რა Z-ი ჩავასხათ და რომელი ჯობია, მაგას ვერ გეტყვით მე, ეგ ვიდეო ჩვენ მეგონი არც გვექნება, იმიტომ რომ ეგ უკვე ლაბორატორიულად უნდა იქნას შემოწმებული. მე ჩემი გამოცდილებიდან გეუბნებით, რომ უმეტესობა Z-ების ნორმალურია აბსოლუტურად, რაც არის საქართველოში. ერთადერთი მინდა დავაანონსო, რომ შემდეგი ვიდეო Z-ებზე გვექნება უკვე Z-ის წარმოებლებზე, იმიტომ რომ მითი არის ესეთი, რომ ანუ რაღაცა ბრენდის Z-ს რო ვიღებთ, ამაზე საუბარი ნებისმიერი სხვა, რომ ეს არის ამ ბრენდის Z-ი, ამათმა გააკეთეს ეგ Z-ი, რაც 90% შემთხვევაში ეგრე არ არის, იმიტომ თვითონ ევროპაში საბაზისო Z-ის წარმოებელი არის ალბათ სულ 10 და დანამატების წარმოებელი, რომელიც ყველა Z-ში მიდის, არის სულ 2. არავის არ ჭირდება 10, იმიტომ ყველა ვინც Z-ს აკეთებს, უბრალოდ ყიდულობს საბაზისო Z-ს. სიტყვაზე Shell, BP, Exxon, ENI-AGP, ანუ ეს არის დიდი კომპანიები, რომელიც მართლა ხდიან ნავთობს და აკეთებენ თვითონ Z-ს და არის კომპანიები, რომელიც უბრალოდ ყიდულობენ ამას და ასხავენ ბოთლებში. ეს იქნება ჩვენი შემდეგი გადაცემის თემა. იმედია ყველაფერი მოგიყევით სწრაფად, აუცილებლად არ დაგავიწყდეთ ლაიქი, არ დაიშუროთ ჩვენი არხისთვის, დაწერთ კომენტარები და თავარი შეკითხვა მექნება ყველასთვის, ვინც ამ ვიდეოს უყურებს და არ დაიზაროთ, მომწეროთ, ანუ მოგწონთ ესეთი სწრაფი განხილვა, თუ გავაკეთოთ სხვანაირად და შეიძლება გავყოთ რამოდენიმე ვიდეო და უფრო ნელა და მაგალითები და იმებით გავიარეთ, რომ მე პირადად ვფიქრობ, რომ ხალხს დრო უნდა დაიზოგოს და აი ყველაზე ძალიან, როცა YouTube-ზე რაღაც ეს ვიდეოს უყურებ, რაღაცა ინფორმაცია მაინტერესებს, ან რაღაც კეთდება, მაღიზიანებს უზარმაზარი შესწავლები და რეალურად 1 წუთიან ვიდეოს 10 წუთიანად რო ხდიან და შეუძლიათ ეგ 10 წამში აგვიხსნან. ამიტომ მე ვეცადე ხა 10 წამში გავიხსნათ. მითხრეთ ამდენად მოგეწონათ, თუ მოგეწონათ ეგ ფორმატი, შემდეგ უკვე Z-ების წარმოებლებზეც იქნება ესეთი სწრაფი განხილვა, რომ ბევრი დრო არ დახარჯოთ და სანამ მეტროში ზიხართ ან ავტობუსში, სამსახურამდე ან დანიშნულების ადგილამდე სანამ მიხვალთ, რომ ყველაფერი იცოდეთ ამ თემაზე, რაც უნდა იცოდეთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.